წავიდა. ეს მისამაგრე მაქვს ალბათ ძალიან მოუხდება. შევკითხოთ როგორი განხორციელია ნახეთ. წუზან თავდება და გამარჯობა მეგობრებო, დღეს მოვედი თქვენთან ძალიან დიდი unboxing-ით. ჯერ ყველაფერი არ ჩამოსულა და ამიტომ ნაწილ-ნაწილ შევაგვაწიწებ და ერთიანად ავტვირთავ სავარაუდოდ ამ ვიდეოში. დღეს ჩამოვიდა ჩემი ASOS-ის ამანათები. საკმაოდ ბევრი რაღაც გამოწერე ASOS-იდანაც და ერთად ნახოთ რა ჩამოვიდა. სიმართლე რო გითხრათ მე უკვე ვნახე რა ჩამოვიდა, იმიტომ რომ ვერ მოვიტბინე და თან TikTok-ისთვის ვიდეო გადავეჭა, მაგრამ თქვენ თავიდან განახეთ. პირველი გასვენა ჩემს ყველაზე ნანატრ ტრენდ, რომელმაც მე მგონი გამიცვლა იმედები, გამაგებინეთ თქვენი აზრი. პირველი მაგიტა ვიწყებ ამით, რომ ვინც ნახავთ, დამიწეროთ. დავიტავა თუ დავაბრუნოთ. დაბრუნებით საერთოდ არ დავაბრუნებ. დედა ჩემის ზომა უფრო არის და მგონია რომ იმას ძალიან მოუხდება სიგრძის მხრივ. მოკლედ, ესეთი არის ეს ტრენდში, რომელსაც კამარი არ აქვს და ესეთი მინდოდა უქამრო და ძალიან ეს დეტალები აქვს, აქ ხილის ანუ შეგვიძლია რომ შევიკრათ და მართლა ამაზე არის, მაგრამ რაც არ მომწონს არის აი ესეთი სწორი დგომა, მე მგონი ზომაში არის პრობლემა, იმიტომ რომ ესი გამოწერე და X-ესაც ჩვეულებრივად ავიტანდი ალბათ. უკანა ზურგს აი ფიქრობ აი აქ ხილი აკლია, ძალიან მოუხდებოდა და მე მგონი ძალიან ცუდი სიგრძე აქვს ჩემთვის, არ ვიცი, წუზან თავდება და ცოტა ტანსაუშნაობს, ესე მგონია ეს სიგრძე დაძიათ არ ხდება, მაგრამ ეს მონაკვეთი არის ძალიან კარგი. Topshop-ის არის და ნამდვილად არ იყო ბიუჯეტური და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ღირს თუ არა დაბრუნება, ზომაში გადაცვლა და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად გამოგებინეთ თქვენი აზრით. შემდეგი არის Weekdays მაისური, რომელიც იმიტომ გამოვწერე, რომ ღირდა 5 ევრო თუ არ ვწდები და არის ძალიან კარგი ხარისხი, როგორც ხედავთ. ესე გამოიყურება. ძალიან კარგი ფერი არის, კარგი ნაჭერი არის და რა ვიცი 5 ევროსთვის მგონი იმედი უკეთეს ვერაფერს ვერ ვიყიდდი. ასევე ძალიან მინდოდა გრძელმკლავიანი თეთრი მაისური. და ვიპოვე ვერამოდას ფასდაკლებული მოდელი, რომელიც ხილით 15 ევრო და არის ფანტასტიკური ხარისხის, ძალიან მომწონს. არასდროს არ მქონია ვერამოდას ტანის ამოსი და დავტესტავ როგორი ხარისხი აქვს ნახოთ. აუცილებლად ჩაცმულს განახებთ ყველაფერს. შემდეგი არის ჩემი ყველაზე საყვარელი შენაძენი, მგონი ASOS-იდან AAP-ის პულავერი, რომელიც არის უკარგესი ხარისხი, უამაზესი ფერები და ზოგადად არ ვიცი, აი ძალიან მომწონს. ნახეთ რა უმეტესი ფერია, ზომაც იდეალური არის, XXS-ი არის და ჩვეულებრივი XXS-ი არ გეკონათ, სხვანაირი, ანუ სხვა ზომებით არის და კარგად დავარისერჩე და გამოვიკლიე და მაგის მიხედვით გამოვიწერე. იაპონური ბრენდია ეს, როგორც ვიცი და ნამდვილად არ არის არც ეს ბიუჯეტური, 150 ევრო ღირს, თუმცა ფასდაკლებით შავ პარასკევისთვის გამოდიოდა 50 ევრო და ძალიან მიხარია, როდესაც ესეთ არაბიუჯეტურ განსაცმელს შედარებით ბიუჯეტურად ვყიდულობ და მართლა ძალიან კარგად გამოვიყენებ, დარწმუნებული ვარ, რომ მიყვარს ეს ტიპ პულავერები. ასევე ამ პულავერისთვის ხურთაში გამოვაყოლე, იმიტომ რომ დიდი ფასდაკლება იყო Carhartt-ის მაისურებზეც და მგონია რომ ძალიან მოუხდება ერთმანეთს. ლოგო აქვს აქ, რომელიც დიდად არ მომწონს, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხი ძალიან კარგი აქვს Carhartt-ს და ძალიან მიყვარს მათი მაისურები განსაკუთრებით. 5-7 ევრო გიდა ეს Collusion-ის მაისური და ვინც არიცით გეტყვით რომ ალუბლებზე ვარ, არ ვიცი, გაგიჟებული, მეკეტება როდესაც ვნახულობ და გულგრილად ნამდვილად ვერ ჩავსქროავ ხოლმე, ყველაფერი მაქვს ალუბლის. აი ბარემ აქ მიდევს და ეს მისამაგრე მაქვს ალბათ ძალიან მოუხდება. მართლა ძალიან ლამაზი და კარგი ნაჭერი არის, სხვათა შორის Collusion-იც არ მქონია არასდროს დავნახოთ. ძალიან მომწონს. ეს უფრო სხვა ტონალობის თეთრი არის, ვიდრე Carhartt-ის და ვერამოდას მაისურები. და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარელი Engadget Stories წინდები, რომელსაც ვგიჟდები, ძალიან ბევრი წინდა მაქვს მათი მაღაზიიდან, გამოწერილი ან ნაყიდი. ესეც უფრო არაბიუჯეტური არის, იმიტომ რომ 12 ევრო ღირს და
ალბათ დამათახმებით რომ ბევრია წინდებში, მაგრამ დამერწმუნეთ ისეთი კარგი ხარისხი და ისეთი ლამაზი მოდელებია, რომ რამოდენიმე რო გქონდეს ურიგო ნამდვილად არ იქნება. სულ ეს არის ჩემი ნავაჭრი შავი პარასკევში, ოღონდ რაც ჩამოვიდა, ძალიან ბევრი რაღაც კიდევ გზაში არის და როგორც გითხარით, ეხლა განახერხეთ ჩაცმულს და მე სხვა ამანათები რო ჩამოვა, იმასაც აუცილებლად ჩავსვამ ამ ვიდეოში. დამიწერეთ თქვენი აზრი, ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებულად ტრენჩზე, იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე და დახმარება მჭირდება. მადლობა ძალიან დიდი. ესე იგი, ეს არის პირველი მაისური, რომელიც გამოიყურება ესე, ემიზომა გამოწერე. სმოლსაც ჩვეულებრივად ავიტანდი ალბათ, მაგრამ არა უშავს, სამკაულებს ძალიან მოუხდება, ალბათ ცოტა გამომდიდრებდი ამ მაისურს აქსესუარებით. ხარისხი როგორც ვთქვით, კარგია და რა ვიცი, 5 ევროსთვის მგონი იდეალური მაისური არის, თან ძალიან გრილი ნაჭერი არის. ეს თეთრი მაისური კოლოჟენის ალუბლიანი, რომელიც მოლი გამოუწერე, ძალიან კაია, გაამართლა მოლოდინები და რა ვიცი, ფასთან მიმართებაში გადასარევია მე მგონი. რა სიტყვით? ეს მაისურიც ძალიან კარგი ზომაში მიგვეთავს. ზუსტად ისეთი არის, როგორც მინდოდა და როგორც მჭირდებოდა. მხრებშიც არ ვიცი, იდეალურად დგას, როგორც ხედავთ. და თან ძალიან კარგი ფასდაკლება იყო. ვფიქრობ 15 ევროსთვის არის გადასარავი მაისური ესეც. დაგვჭა ეს პულოვერი, რომელიც არ ვიცი, იდეალური არის, ზომაც ძალიან კარგად შემირჩევია. ფერები ხო საერთოდ არ ამბობ და ხარისხიც არის უზომოდ კარგი. ჩავიცვი ქარხარტის მაისურზე, რომელიც რა ვიცი, ჩვეულებრივი მაისური არის, არაფერი განსაკუთრებული და მე მგონი ამ პულოვერსაც ძალიან უხდება. სულ ეს არის, მე მგონი ყველაფერი მოვიზომე უკვე და ველოდებით თქვენს უკავშირს, ძალიან დიდი მადლობა და დროებით გემშვიდობებით. დაგიბრუნდით კიდევ ერთი unboxing-ით, როგორც შეგგვერდით, რაც ჩამოვიდა და ნელ-ნელა აუცილებლად გადავიღებდი და ჩავსვავდი ამ ვიდეოში. ამიტომ დღეს გვექნება ჯინა ტრიგოდის unboxing-ი, რომელიც არის სკანდინავიური, კონკრეტულად შვედური ბრენდი და აწარმოებენ ძალიან დახვეწილ, კარგი ხარისხის და ყოველდღიურ ტანისამოს. საკმაოდ მისაღები ფასებად, განსაკუთრებით შავ პარასკევს იყო უზომოდ კარგი ფასდაკლებები, ესეთი ფასდაკლებები ბევრგან არ მინახავს. ამიტომ რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულ ვარ გამოვიწერე, თან ძალიან ვირუსულად იყო გავრცელებული სოციალურ ქსელებში. ამიტომ ახლა ერთად ნახოთ რა ჩამოვიდა და რაც თავია როგორი ხარისხი და ძალიან მაინტერესებს. მოვირგე უკვე ეს პირველი ჟაკეტი, არის წითელი ჟაკეტი, რომელიც უკვე გავახსენე კიდეც, შეკრული იყო და შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეკრულასაც გამოიყენოთ, როგორც სვიტრი და შეგიძლიათ როგორც ჟაკეტი ისე გამოიყენოთ. არ ვიცი, ცოტა ხარისხის მხრივ ქუას დავაკლებდი და ისედაც ფერიც თითქოს ისე არ მიხდება, არ ვიცი, დამიწერეთ და მირჩიეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ წითელი არასდროს არაფერი არ მქონია, კანადაში არანაირი წითელი არ გამაჩნია და ეს არის ჩემი პირველი წითელი ფერის ტანსაცმელი და უნდა შევეგუო, მიხდება თუ არ მიხდება, თქვენ გადაწყვეტეთ. ხალის ურევია და ცოტა წიწკნის და იკვინება, მაგრამ სამაგიეროდ თბილი იქნება. და სხვა მხრივ არ ვიცი, დეტალებში ცოტა რაღაცები არ მომწონს და 20 ევროს ყოლობაზე მაინც კარგი შენაძენი არის, ვფიქრობ, ამიტომ რაღაცებზე თვალს დავხუჭავდი. ესეც მეორეზე და რომელიც უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ეს წითელი ჟაკეტი, იმიტომ რომ ძალიან ელეგანტური არის და თან ყოველდღიური და არ ვიცი, როგორც გინდათ ისე მოიგებთ. და ხარისხიც ცოტა უკეთესი არის, ასევე თვითონ ფორმა, როგორც არის შეკერილი, რაღაცნაირად ძალიან უხდება ტანს. ზომა არის მედიუმი და არ ვიცი, ეს ხილებიც ისე მომწონს. ამას მართლა 10-დან 10 დავუწერდი და ჟაკეტს 10-დან 7 ალბათ, არ ვიცი. ველოდებით თქვენს აზრს. ეხლა კიდე მომევიდა მეილზე შეტყობინება, რომ ჩამოვიდა კიდევ ერთი ამანათი და მეგონი ბოლო. DHL-ში გავბული და ხვალ უკვე გადავიღებ იმ unboxing-საც. დროებით! ეხლა ოფისში ვარ და მომიტანეს ამანათი, ჩემი ყველაზე საყვარელი სპორტული ტანსაცმლის ბრენდი AWAYOGA, რომელიც არის ძალიან დიდი ხანია მინდოდა და შავ პარასკევს თავს უკვე მომიწერე, გამოვიწერა და ერთად ნახოთ რა გამოვიწერე. ანუ მართლა ვერ ვიხსენებ, რამდენი ხანი მინდოდა და რომ გადაგაისწრა ძალიან მიხარია. შევფუთოს როგორი დახვეწილია, ნახეთ. ჩაცმულს აქ ვერ განახებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სახლში მევალ ამ ხვალდილით აუცილებლად გადავიღებ და ჩავსვამ ვიდეოში. გავგიჟდი ხალხონა.
იდეალური შავი მაისურია, რომელიც არის დათბილული და ამ სეზონზე იქნება იდეალური. ალბათ დამეთანხმებით თქვენს, აი ძალიან კარგი ნაჭერი არის. ასეთი წელადი თითის გასაყარიც აქვს, რაც ნამდვილად ძალიან დახვეწილი და ელეგანტური არის ჩემთვის. იდეალური სპორტული მაისური არის, რომელსაც ალბათ არ გავიხდი, იმიტომ რომ ზუსტად ამის სეზონი არის ახლა აქ. ძალიან მიხარია რომ სმოლი გამოვიწერენ, მედიუმს ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წამს დავაჭირე სმოლს. არ ვიცი რატო გულმაგრძნო, ან იდეაში მედიუმი მაცვია ყველაფერი და სმოლსაც ჩვეულებრივად ვიტანდი რომ რამე, მაგრამ რატომღაც ის სულ ემს უკვეთავ ხოლმე, არ ვიცი. მოკლედ ესეთი ძალიან ლამაზი ზედა არის, ახლა ვნახოთ შემდეგი. შემდეგი რა თქმა უნდა არის ელასტიკი. ახლა ვნახოთ. აი ესეთი შავი ელასტიკი, რომელიც არის საოცრად კარგი ხარისხის, სეტში ეყიდება და შესაბამისად ზუსტად იგივე შავი არის და იგივენაირად დათბილული არის. ანუ ძალიან მომწონს ზომად, რასაც უყურებთ, ესეთ კარგად უნდა მქონდეს სმოლი. და ძალიან მომწონს. და ყოველს ვურჩევ უბრალოდ გაცილებით ზურიგებს, ვიდრე უნდა მივიდეს ელასტიკი და ვაღიარებ ამას, მაგრამ ამ ერთხელ და თან შავ პარასკევს რატომაც არა თავისუფლება მივეცი. ამიტომ ხო სულ ეს იყო ეს პატარა unboxing-ით ჩავსვი. კიდევ ერთი unboxing-ით მოვედი, ამჯერად Adanola-ს unboxing-ი გვექნება. ეს ბრენდი 2015 წელს დაარსდა მანჩესტერში და ძალიან მომწონდა და მიყვარდა, მგონი 7 წელია არც მახსოვს. და მოკლედ დადგა ეს დღეს, როცა გამოვწერე და დავტესტოთ ერთად, ნახოთ როგორი ხარისხი აქვს და როგორ მომიხდება. პირველი გვაქვს ესეთი ჰუდი, რომელსაც აწერია ბრენდის ლოგო, ოღონდ ორი ვარიანტი იყო, ან Adanola ეწერა მთლიანი სახელწოდება, ან მხოლოდ Ada და მე ავარჩია ამ შემთხვევაში Ada. სხვათა შორის ზომებში იყო ძალიან პატარა არჩევანი, იმიტომ რომ ამოყიდული იყო ყველაფერი, ამიტომ რაღაც კონკრეტულ მოდელებზე რომ მქონდა თვალი დადგმული, ვერ შევიძინე სამწუხაროდ. ზომა შევარჩიე სმოლი, ზედაც და ქვედაც. ესე გამოიყურება და სხვათა შორის ხარისხი ძალიან მომწონს. აუცილებლად მოვირიგებ ვიდეოს ბოლოს და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ესეც შარვალი, ზომა არის ძალიან კარგი და არის true to size, იმიტომ რომ რასაც ვუყურებ ზუსტად ჩემი ზომა არის და ასევე გამოვწერე მაისურიც. ოღონდ მაისური მედიუმი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ცოტა oversize ყოფილიყო. ასევე ძალიან მინდოდა ერთი კონკრეტული ჩანთა, რომელიც გაყიდული იყო და ვაუ! ძალიან კარგი ხარისხია. ამ მაისურის ხარისხს 10-დანაც დავუწერ, აი ძალიან სასიამოვნო არის. ჰუდი და შარვალიც საკმაოდ კარგი ხარისხია, მაგრამ მაისურზე გავგიჟდე და გადავირიე მართლა ისეთი კარგი ნაჭერია, პლუს ამას არის იდეალური, მე რომ მიყვარს ისეთი თეთრი, ოდნავ დაკრავს სიყვითლე, ანუ სიყვითლისკენ მიდის, რაც ძალიან უხდება ჩემი აზრით ამ მწვანე ფერის ლოგოს და ამ შემთხვევაში ლოგო არის სრულად დატანილი მაისურზე, განსხვავებით ჰუდისგან და შარვალისგან. ძალიან მომწონს. ეხლა რა თქმა უნდა ჩავიწმევ ყველაფერს და გაჩვენებთ. ესე გამოიყურება მაისური და შარვალი ერთად და ძალიან მომწონს. მაისური ზუსტად ისე დგას, როგორც მე მინდოდა და კარგი არის, რომ მედიუმი გამოვწერე, თუმცა ვფიქრობ, რომ შარვალი მაქვს ოდნავ გრძელი. კარგად აქ არ ჩანს, მაგრამ ფეხსაცმელზე გაჩვენებთ სურათებს მოგვიანებით. გარეთ რო გავალ, კარგად გადავიღებ. ძალიან მომწონს. ფერი არის იდეალური, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერია, ამიტომ ამაზე ბევრს არაფერს ვიტყვი. ხარისხი როგორც გითხარით, ძალიან მომწონს, მაისურის განსაკუთრებით, შარვალი ჩვეულებრივად კარგი ხარისხი არის. ასევე ძალიან მომწონს როგორ დგას ესედა და ეხლა გადავიცვათ ჰუდიც და ვნახოთ.
როგორც გითხარით, ზომა-ზომაზე მიდის, თუმცა აუცილებლად გამოვწერდი 5-ს medium ზომაში, მაგრამ იმიტომ არ გამოვწერა, რომ ეწერათ იქ, რომ არის oversized და ვიფიქრე, რომ medium-ი oversized ბევრად უფრო დიდი იქნებოდა და შემაწუხებდა და მერჩივნა, რომ კლავები სამქონოდა როგორც სტანდარტულ ფიტს ეკნებოდა, იმიტომ რომ მაქვს უკვე ცოტა დიდი და ესეთი oversized ფუდები და ძალიან მაწუხებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რეალურად როგორც ახლა მე მაქვს, ზუსტად ესე ეცვა მოდელს, ძალიან მომეწონა როგორც ქონდა, ამიტომ საკმაოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სტანზეც ასეთ ვისე მსგავსად არის. დამწერთ თქვენც რას ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ. ფერი არის ძალიან კარგი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ. ასევე ძალიან მომწონს ნაცრისფერში და მუქ ყავისფერში, მაგრამ ამჯერად არჩევანი შევეჯერე. Olive oil ფერი არის, ვისაც გაინტერესებთ. დამატებით კითხვები თუ გექნებათ, არ მოგერიდოთ. აუცილებლად სურათებსაც გადავიღებ ხვალ ან ზეგ და მაგასაც მოვაყოლებ ვიდეოს ბოლოს. დროებით! ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ კამერაში ესე არ ვიყურებოდი, იმიტომ რომ TikTok-ისთვის ცალკე ვიღებ და ეს ძალები გამიბოდა, მაგრამ ხო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს მოგეწონებათ.